ვაშვებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რაც რეგიონში ხდება. ყველა თემას ვიღებთ, რაც ხდება რეგიონში, აბსოლუტურად ყველა თემა ხდება მოამბეში და გარდა ამისა, ჩვენ ვეძებთ თვითონ თემებს. ეს იქნება თქვა მოსახლეობის რაღაც პრობლემები, ინფრასტრუქტურა, რაღაც განვითარება, წყალი, არ აქვს მნიშვნელობა. თუნდაც იცით, რომ ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან რეგიონი, აქაც ამ ხრივაც ძალიან ბევრი თემა არსებობს. განსაკუთრებულად მოტივირებულად და განსაკუთრებულად პასუხისმგებლობის გრძნობით ვეკიდებით ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობას, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ უტყუარი ინფორმაცია და მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია. რეგიონში მუშაობისას მასშტაბებიდან გამომდინარე ჟურნალისტსა და რესპონდენტ შორის ბევრად მჭიდრო კავშირია. ამას ჩვენი რესპონდენტების მონათხრობის გვიდასტურებს. ჩვენი მოამბე მოდის, ასე მეძახდა ხალხი. დღემდე შემცა ლოგო იცლება, მაგრამ მიცნობს აბსოლუტურად სრულყოდა და 90% ჩემი რესპონდენტებისაც მე ვიცნობ, მათი გასაჭირი ვიცი. თქვა სადმე შემხვდა ხო ვიღაცა, უკვე ვცნობ, შენ ის ხარ ხო, ეს პრობლემა რო ქონდა. აბა ჩვენი რეპორტაჟის მერე მოგვარდა თუ არა, თუნდაც ბინების გადაცემა, წყლის პრობლემა, რაღაც სოციალური ან ოპერაციის, იცით, არ გავიწყდება აქ ეს სახეები, არ გავიწყდება ეს რესპონდენტები. ძალიან თბილი ხალხი არიან და ძალიან ვეიმედებით. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ჩემი კოლეგები სიამოვნებით მუშაობენ. და რატო? ქალაქში რო გავივლი, ყველას ვცნობ. ეს არის ის ადგილი, რაც შენია. ჩემია ეს სამეგრელო. კი, სხვადასხვა რეგიონში მუშაობია და იქაც მქონია რაღაც თუნდაც თხებულში ვარ ნამყოფი ამბროლაურში რაღაცა, მაგრამ სამეგრელო მაინც სხვა და სხვა ატმოსფერო აქვს, იმიტომ რომ ენგურსთან რომ მიხვალ, იქიდან სხვა ჰაერია უკვე, იქიდან გრძნობ უკვე აფხაზეთის წუნს გრძნობ, ენგურის წინზე რო დადგები, სხვანაირი ადამიანი ხარ უკვე, რა ვიცი, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ ჩვენ ეს გამყოფი ხაზის მოსპის შემდეგ შეიძლება თავარი რისი გადაღებაც მინდოდეს ცხოვრებაში, რომ აღარ იქნება ეს მავთუხლართები და მშვიდობიანად სამეგრელო და აფხაზეთი ესე მავთუხლართების გარეშე იქნება.